განათლების საერთაშორისო ცენტრმა დღეს მედიის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაამართა. ნინო ჯერძემ ორგანიზებული პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს მიეცოდა. შეხვედრაზე ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც პროფესიული გადამზადების კურსი საზღვარგარეთ სწორედ განათლების საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით მიიღეს. ცენტრი 2014 წლიდან არსებობს, საერთო ჯამში მან სამაგისტრო, სადოქტორო თუ პროფესიული გადამზადების კურსები საქართველოს 192 მოქალაქეს დაუფინანსა. განახლებულ პროგრამებზე მიღებას ცენტრი აპრილიდან გამოაცხადებს. დეტალური ინფორმაციის მიღება განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზეა შესაძლებელი. ესეთი ტიპის პროგრამები ემსახურება რაღაც გარკვეული ქსელის შექმნას. თუ გნებავთ ჩვენი ინტელექტუალური ახალგაზრდების, პროფესიონალების შეკრება, იმდენად არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რამდენად შეგვიძლია ახალი სოციალური პროექტების დაწყება. ჩვენ დავინახეთ, რომ ბენეფიციარები გახდნენ რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობას და ამიტომ ცხადია, გვაინტერესებდა მოუესმინა შედეგების შეჯამება. ძალიან საინტერესო ციფრები იყო წარმოდგენილი მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ესეთი ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც უცხოეთში განათლება მიღებული ამგვარი პროგრამებით განათლება მიღებული ადამიანები უკან ბრუნდებიან და აქვთ სურვილი და мотивация, რომ ისევ საქართველოს მოახმარონ თავიანთი განათლება.